დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით შევხვდით დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, ელჩებს, საელჩოს თანამშრომლებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ფარას და გრანტების კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და გარკვეული ინფორმაცია მივაწოდეთ თუ როგორ მოხდა კანონის იმპლემენტაცია და აღსრულება როგორ მიმდინარეობს. ასევე ვისაუბრეთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს დღეს რაიმე სახის გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. გამჭირვალობის პროცესში კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ კიდევ უფრო მეტად ცხადი იქნება ყველა იმ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც ესე ვთქვათ უკავშირდება დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებას. საინტერესო შეხვედრა იყო იმ კუთხით, რომ დღეს ყველა საელჩოს წარმომადგენლებს ჰქონდა შესაძლებლობა პირადად ჩემთვის დაესვათ კითხვები აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით და მიიღოთ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ესეთი საინფორმაციო სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს ის ინფორმაცია, რომ კანონები არათუ ზღუდავს კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობას, პირიქით, ეს კანონები უფრო მეტად სიცხადეში აქვს იმ საქმიანობაში, რაც უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. კიდევ უფრო მეტ ნდობას აჩენს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და რა თქმა უნდა, უფრო მეტად პატივსაცემი იქნება ყველა ესეთი საქმიანობა გამჭირვალობის პირობებში.